გამარჯობა. ეს არის ტელეკომპანია მეგატივის მიერ მომზადებული გადაცემა. მე ნანა თოშხუა ვარ და სიამოვნებით წარმოგიდგენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ბატონი როლანდ ისაკაძე ქუთაისის მუზეუმ ნაკრძალის დირექტორი. ბატონი ლაშა დეისაძე ისტორიკოსი, ასისტენტ პროფესორი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის. ბატონი კოტე ჭარხალიაშვილი ტურიზმის ექსპერტი. ბატონი კოტელის მუშაობდა ამ სფეროში და აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგროვილი. ბატონი ირაკლი მაჩიტაძე რადიო ძველი ქალაქის დამფუძნებელი და დირექტორი. მოგესალმებით ბატონებო. ქალბატონი მაკა ხეცურიანი, ასევე ასოცირებული პროფესორი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბატონი მიშკო მუმლაძე წიგნების თაობის და მედია სააგენტოს დამფუძნებელი. ადამიანები არიან დღეს ჩვენი სტუმრები, რომლებიც არიან კვალიფიცირებული თავიანთ სპეციალობებში და გარდა ამისა არიან სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულები, ადამიანები, რომელთაც აინტერესებს ამ ქალაქის ბედი და მომავალი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩვენთან ყოფნა. მოკლედ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქუთაისი არის უდიდესი მემკვიდრეობის ქალაქი, კულტურული მემკვიდრეობის ქალაქი. იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები არის ამ ქალაქში ჯერ კიდევ, რომელთაც არ აქვს, სამწუხაროდ არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ნადგურდება. თითოეული სიძველე მოითხოვს ჩვენგან მეტ ყურადღებას, ზრუნვას, გაფრთხილებას, დაცვას და გადარჩენას. რამდენად ვართ მზად ამისთვის საზოგადოება, ამას დღევანდელი დღე ცხადყოფს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ თითოეულ მათგანზე საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგვარი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად ღია გახსნილი და თავისუფალი, თუნდაც ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ჩვენ არაერთგზის თხოვნით მივმართეთ ადამიანებს იმისთვის, რომ მიგვეღო ჯეროვანი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში არის დაგროვილი. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ ამ პასუხებს ვიღებთ დაგვიანებით ან ზოგჯერ საერთოდაც ვერ, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გადაცემაში მოვიწვიეთ ქუთაისის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, მათ თქვენს, რომ ამ ეტაპზე ისინი არ ფიქრობენ ამ ტიპის დისკუსიაში ჩართვას და ამდენად მათ გარეშე ვართ დღეს წარმოდგენილები აქ თქვენს წინაშე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თემა გარდა იმისა, რომ ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს, ასევე მნიშვნელოვანია იმ სიძველეების გადარჩენა, რომელთაც უკვე აღვნიშნეთ, ეს სტატუსი მიჭებული არ აქვს. ბატონო როლანდ, მადლობა დიდი, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და მოდით დავიწყოთ იმაზე საუბრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე, რაც დღეს ჩვენამდე ისტორიამ მოიტანა. მადლობთ. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ტელემაყურებლებს. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ალბათ ბევრი დრო არ მომეცემა, მისთვის არა უпроსტად ბევრია სალაპარაკო ამ თემაზე, მაგრამ მე შევეცდები ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ თვალი გადავალოთ ჩვენი ქალაქის ისტორიას და ამასთანავე გითხრათ ზოგიერთი ისეთი სიახლე, რომელიც თქვენი საფართო საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის. მე რომელსაც ალბათ ასევე დაცვა დაჭირდება. ხო, მე პროფესიით არქეოლოგი ვარ და მინდა ამ კუთხიდან შევხედოთ. ყველამ ვიცით, რომ ქუთაისი არის უძველესი ქალაქი, მაგრამ წლების განმავლობაში ამაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ დიდი ხანი მე სტუდენტი ვიყავი მაშინ, როცა ამ თემაზე ძალიან აქტიურად დაიწყო საუბარი. კონკრეტულად რამდენი წლის არის ქუთაისი? ქონდა საუბარი, რომ არგონავტიკის ლაშქრობა, რომელიც დაკავშირებულია ქუთაისთან, აქედან უნდა ავიწყალოთ ყველაფერი და ქუთაისი როგორც ქალაქის ასაკი, ან დასახლებული პუნქტი 3500 წლიდან უნდა დაგვეწყო. თქვენ თაობას კარგად ახსოვს პროფესორი ოთარ ლორქიფანიძე, მან ჩაუყარა ქუთაისში საფუძველი არქეოლოგიურ კვლევებს, ნამდვილ არქეოლოგიურ კვლევებს, რომ მანამდეც იყო არქეოლოგიური კვლევები, გაბაშვილის გორაზე და რუსაველის გამზირზე, აქედან დაახლოებით 300-400 მეტრში მან დაადგინა, რომ არსებობს გვიანი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური ხანის დასახლება. 80-იან წლებში, როდესაც ქუთაისში დიდი პროცესები დაიწყო, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ ქუთაისის ნაქალაქ არის შესავლა, მაშინ რაც ქალაქის ხელმძღვანელობა ოთარ ლორქიფანიძე, მამუკა ასრანიკაშვილი, ომარ ლანჩავა, არც ერთი აღარ აქვს ეს ხალხი, ჩაუდგნენ სათავეში. შემდეგ ამოვიდა სულიად სხვა ახალი ძეგლები, მაგრამ ბოლო ხანებში, სულ ბოლო ხო, მინდა შევაჯამო, რაც აქამდე ვიცოდით მატერიალურად, ქუთაისში ყველაზე ძველი რაც ქონდა ქუთაისში დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეები. ამაზე შორს იმ კვლევის
პირობებში რაც იყო ჩატარებული, მცირე კვლევები იყო ჩატარებული ბუნებრივია, ბატონოთან სულ წელიწად ნახევარი ქონდა ექსპედიცია ქუთაისში. მერე ჩვენ ქონდა კიდე რამდენიმე სამუშაოები ამ მიმართულებით, სამი რაზმი მუშაობდა ქუთაისში შუა საუკუნეების შემსწავლელი, გარეთ პერიმეტრზე და ანტიკური ხანისა. მოკლედ რეზიუმე რო გავაკეთოთ, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნე რა და ჩვენ ქონდა ამბიცია და რომ 3500 წელს არის ქუთაისი და არგონავტები დაკავშირებული არიან ქუთაისთან. თუმცა სხვადასხვა სამეცნიერო წრეებში არგონავტების ლაშქრობა სხვა რეგიონებთან არის დაკავშირებული, ჰალისის ხეობასთან, მაგალითად ჭოროხის ხეობასთან და ასე შემდეგ. თუმცა არგუმენტები არც იქ იყო საკმარისი და არც აქ. 2017 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეიქმნა ქართულ-პოლონური ექსპედიცია. ამ ექსპედიციას დაუსახეს კონკრეტული მიზანი. ამ დროს უკვე ქუთაისი ამოღებული არის, ბაგრატის ტაძარი ამოღებულია იუნესკოდან. დარჩა გელათის მონასტერი. ისინი ერთლოტად იყვნენ შესული, დილის სტომაზე ამოიღეს ორივე და საღამოს სტომაზე გელათი უკან შეიტანეს, იმიტომ რომ გელათზე 3 წლით ადრე ჰქონდა დაწყებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მუშაობა, რომ გელათი დარჩენილიყო. ეს მოკლე ისტორია. ამ სამუშაოების მიზანი იყო, ეს გაცხადდა მაშინდელი მინისტრს განაცხადა ტელევიზიით, ამ სამუშაოების მიზანი იყო, რომ მოგვემზადებინა ხელახალი დოკუმენტაცია ქუთაისის რენომინაციისათვის, ბაგრატის ტაძრის ცალკე ვერა. ქუთაისი როგორც ცხეთა არის თქვა, როგორც ესე ქუთაისი და ამისთვის ჩვენ დაგვისახეს ამ ექსპედიციას დაუსახეს კონკრეტული დავალება მისცეს. კარგად ვიცით, რომ შუა საუკუნეები, თქვა მე-4-მე-5 საუკუნეები ეს ყველაფერი გამოქვეყნებულია დისერტაციები დაცული, ეს ცნობილია. მაგრამ აი პრეისტორიული ქუთაისი, არგონავტიკასთან დაკავშირებული ქუთაისი, ამ მიმართულებით ჩაგვეტარებია კვლევები. 17 წელსივე დავიწყეთ, თითქმის არც ერთი წელი არ გაგვიცდენია, თუ ვინმე ადევნებდა თვალს კაბაშვილის გორაზეც პარკშიც მუშაობდით, მე-20 სკოლის ეზოში, ბაგრატის ტაძრის უკან ეზოში, ქუთაისის ნაქალაქარზე და ასე შემდეგ. შედეგად დადგინდა, რომ გვაქვს ახლა სახეზე კაბაშვილის გორაზე ხითა და თიხით ნაშენები გალავნის კედლები, სამწუხაროდ მათი ვიზუალიზაცია ვერ ხერხდება, მას ვერავინ ვერ ნახავს, ვერასო და ის რომ დავტოვოთ ტურისტებისთვის არ გამოვა. მიწით უნდა შევავსოთ ისე ვიზუალი არ აქვს, ქვის არქიტექტურა არ არის, კოლხეთში ხის არქიტექტურა. გვაქვს, რაც ყველაზე საინტერესოა, თავდაცვითი თხრილი, რომლის სიგანი არის 10 მეტრი, სიღრმე არის 6 მეტრი და ეს თხრილი თავის დროზე იყო წყლით სავსე და ული და მთლიანად ეხლა რო წარმოიდგინე გაბაშვილის გორას, ვაჟა-ფშაველას ძეგლი სადაც დგას, აუყვევთ. აი იქიდან დაწყებული, იქ რო პატარა ღელე ჩამოედინება, თუ ვინმეს გიქცევიათ საფეხურებს რო აუყვებით, ის ღელე უკვე თხრილი რომელიც რიონს უერთდება. ადივარ ზემოთ მე-20 სკოლას უulis ეს თხრილი სადაც წყალსადენის აუზები აშენდა ერთი 10 წლის უკან ეშვება აი ჩვენს პირდაპირ მოსახლეობაში და შარშან კერძო სექტორში მუშაობის კერძო ნაკვეთში მუშაობის დროს კომპანია აღარ მახსოვს ახლა სახელი თქვენს პირდაპირ აქვე 300 მეტრში ის რომ არის ბჟოლებიანი ეზო რა ერქვა იმ სახს აღარ მახსოვს ბურჯანაძის ოფისს უწავდა ადამიანის უფლებათა სახლი არის დღეს თუ მიგიცევიათ ყურადღება შარშან ზამთარში იქ მუშაობდით გათხრები ქონდა იქ რაღაც აშენება იგეგმებოდა ჩვენ წინსრებით კანონის დაცვით არქეოლოგიური სამუშაოები იქ ჩამოვიდა ეს არხი იქ ვიპოვეთ გაძვრება რუსთაველის პროსპექტის ქვეშ და სადღაც თეთრხით რუსთაველის ხითან უერთდება რიოს ეს გვეუბნება ეს ყველაფერი ეს იმას გვეუბნება რომ თუ ჩვენ აქამდე მხოლოდ ვიცოდით აპოლონიუს როდოსელის და ძველი ბერძენი ელინისტური ხანის ავტორებისგან რომ მოვიდნენ არგონავტები ქუთაისში და ქუთაისში ყველაზე ძველი ქონდა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეების დასახლების ნაშთები ეხლა ჩვენ გვაქვს უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-14 მე-13 ანუ ამ თხრილში პალეობოტანიკა აღმოჩენილი ნივთები, რომელიც თარიღდება ისრაელის ლაბორატორიაში, პოლონეთის ლაბორატორიებში, ოქსფორდში და გერმანიაში გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ლაბორატორიებში გავაგზავნეთ სინჯები, რომ თქვათ ერთმა ხო შეიძლება რომელიმე ლაბორატორიას ცნობილება ჰქონდეს. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნის მიწურული მე-13 საუკუნით თარიღდება ამ თხრილის გაჩენდა. ეს თხრილი საზღვრავს დაახლოებით კილომეტრი ნახევარი აქვს სიგრძე 15 ჰექტარ, 14-15 ჰექტარ ტერიტორიას. ანუ თუ ჩვენ აქამდე არაფერი არ გქონდა არგონავტიკის დროიდან მე-7 საუკუნეები კარგად არის წარმოდგენილი. ეხლა უკვე გვაქვს ეს და მთელი გაბმული ისტორია. რომელ საუკუნეებში გადავდივართ? მე-14 საუკუნეში რეალურად შეგვიძლია მე-14 საუკუნე მე-13-ის მიჯნიდან უკვე ეს არგონავტიკის ეპოქაა. სერიოზული თარიღებია. ეს ჩვენ ჯერ ესეთი მაღალი ტრიბუნიდან არ გვითქვამს, ნუ ანგარიშების სახით არის წარმოდგენილი. არა გვაქვს საშუალება
ხანგრძლივი კვლევები ჩავატაროთ, იმიტომ რომ ეს ტერიტორია ხა რაც მე დაგისახელეთ, სულ დასახლებულია. მადლობა ბატონო როლანდ, ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თემას. და ეს გადაცემის ფორმატი ნამდვილად არ არის. და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კი, ამ გადაცემაში თქვენი ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონო კოტე. და მეთანხმებით, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენად მდიდარია არქეოლოგიურად ეს ქალაქი და ამ ქალაქის ცენტრი, იმდენად მნიშვნელოვანია ამ ქალაქის ცენტრის შესაბამისად მდებარეობა და ის სიძველეები, რომელიც არის მასში, ხომ, განთავსებული. ძალიან სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ხელისუფლებაც და ნებისმიერი ადამიანიც ამ ტერიტორიაზე დიდი შენობა ნაგებობების განთავსებას, ძველის დემონტაჟს და ასე შემდეგ. მივდივართ, მე ვფიქრობ იმ მოცემულობამდე, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. იცით რა შეიძლება საქმე? ჩვენ ზოგადად ანტიკური ხანის ქუთაისი მე ხშირად ძალიან და მიყვარს ფოტოშოპის ძველი ქუთაისის სურათები ვალირება და შევხედავ ქალაქი აღარ არის ის რაც იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში. ბატონო კოტე, გეტყვიან რომ შეიცვალა, იცვლება არქიტექტურა ბევრი რამ. მე ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. 2005 წელს ვიყავით ჩიკაგოში სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით 10 ადამიანი შეგვარჩიეს საქართველოსთან. იქ სადაც ჩვენ ცხოვრობდით სასტუმრო, რომელსაც მოფერებით ქალაქელები ბაბუს ეძახიან. ეს არის აგურით ნაშენი 9-10 სართულის შენობა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. და ვიღაცას მოვიდა აზრად, რომ დავრღვევთ, ახლა უკვე ადამიანაც ძველი თელ ჩიკაგო გამოვიდა, ნუ მოაწყვეს რაღაც საოცარი აქციები, რომ ის შენობა შენარჩუნებული. ეხლა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ეს ქუთაისი არ არის შემორჩენილი არ არის ის რაც თუნდაც მე-19 საუკუნის, თუნდაც მე-20 საუკუნის არაფერი არ დატოვეს. მათ შორის მოედანზე, სადაც ახლა ჩვენი ცენტრალური მოედანია, იქ იყო უზარმაზარი სომოროს ეძახდნენ მაშინ, აზარი. რაც დარჩა ქუთაისში, ისიც დადგმურდება. მე არ ვიცი ვინ ვის რას მოკითხავს ერთი 10, 20, 30, 50 წლის შემდეგ, მაგრამ ჩვენ კარგავთ დავკარგეთ უკვე ქუთაისს. ის ქუთაისი, რომელიც იყო სახე, იდენტობა ჩემი ქალაქის. ეხლა როლანდის უსმენდი აგერ და როლანდი პროფესორია, პროფესორია, ძალიან კარგად იცის ქალაქის ისტორია და არა მარტო ის, რაც მე ვიცი, თუ ამას ცოდნა ქვია საერთოდ. ქალაქს არ აქვს განვითარების კონცეფცია. აი, რანაირი ქალაქი უნდა დარჩეს ქუთაისი, როგორ უნდა განვითარდეს ეს ქალაქი, რა უნდა განვითარდეს, რა უნდა შევინარჩუნოთ. ამიტომ არის რომ ყველა მაღალმთი დეგენერატიულებს ხელს ამ საქმეში. განვითარების კონცეფცია ქალაქის და გნებავთ სოფლის. ეს არის მეორე კანონი. მერიაში გქონდათ მცდელობა. მცდელობა კი არა, ჩვენი ღრიალი იღებდა ყველაფერს. ისე დაგვამხეს თავზე ყველაფერი. აგერ ეხლა ხანს. აი ეს კინოთეატრია, ისიც არ დატოვეს კაცო. იქ ააშენეს სახე. ეხლა ვეკითხები, ჭკვად ყოფილი ამ ქალაქში არ დარჩა, არ არის. ვის ვირჩევთ? რანაირად ვირჩევთ? და თქვენ გამოსავალს რა შეხედავთ? გამოსავალს ხედავ რაში, მენეჯმენტი ქალაქის უნდა შეიცვალოს. და იქ უნდა მოვიდეს ის ხალხი, ვინც ქალაქის მშენებლობის გამოცდილება აქვს, ვისაც ქალაქის ისტორია იცის. მინდა რომ შეაფასოთ ეს ყველაფერი, რაც მოისმინეთ უკვე. მოგესალმებით, მინასალმები ჩვენს ტელემაყურებლებს, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. იცით რა ხდება? როდესაც საუბრობთ ქუთაისზე, ეს არ არის არც მხოლოდ ქართული ლოკალური მოვლენა, არც მხოლოდ
კავკასიური, ამიერკავკასიის მოვლენა, ეს არის მსოფლიო ეკონომიკის მოვლენა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ქუთაისზე. ქუთაისის მსგავსი ქალაქი არ არის კავკასიაში რა გქონდით, ანუ 4 გზისა აქვს ამ ქალაქს დედაქალაქის სტატუსი გამოუცხადოს. დიახ. პირველი, ეს იყო ანტიკური კოლხეთის დედაქალაქი, მეორე აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი, მესამე გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი, მეოთხე იმერეთის სამეფოს დედაქალაქი და მეხუთე შეგვიძლია ასევე ჩავთვალოთ, როდესაც აქ იყო პარლამენტი, ეს იყო უკვე მეორე საპარლამენტო დედაქალაქი. აი 5 გზის დედაქალაქობა გამოვლილი ქალაქი. და დღეს როდესაც არის რაღაც პრობლემები ზოგადად ახლა ბუნებრივია იქ სადაც ადამიანია ყოველთვის იქნება. პრობლემებს ვერ გამორიცხავ და ვერ გამორიცხავ ადამიანთა სივრცეში. ბუნებრივია თავისთავად ადამიანია პრობლემაც არის, მაგრამ ამ პრობლემების დაძლევისკენ სწორი გეზი გვაქვს ჩვენ ასახი. ჯერ გეზი უნდა დაისახოს და შემდეგ წავალთ იქ ამ პრობლემების ბატონო, რაც თავი მახსოვს გეზს ვსახავთ. ნუ არ არის დასახული ფაქტია რომ არ არის და ამბობთ რომ არ გვაქვს არ არის დასახული. ნახეთ ისტორია გვაქვს აქ ზანდება ბატონი როლანდი და სხვაებსაც უკლებიათ ამ ქალაქის ისტორია არაერთ ადამიანს არქეოლოგიური კუთხე საისტორიო მიმართულებით ისტორია დადებულია არქეოლოგიური მემკვიდრეობა დადებულია და ამათი გამოყენება უკვე თანამედროვე რეალობისთვის ვერ ხერხდება თუ არ ხერხდება სხვა საკითხია და ჩვენ ყოველთვის გვაღწევდა ერთი ძალიან კარგი შინაარსიანი გამოთქმა რომ აწო შობელი წარსულისაგან არის შობელი მომავალის ის ისტორია უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ამისათვის ასევე ქუთაისში არც თუ ბევრი გვაქვს ჩვენ საერო დანიშნულების ისტორიული შენობები. საერთოდ საქართველოს ისტორიას რო გადახედოთ, ჩვენ უფრო სასულიერო დანიშნულების ნაგებობები გვაქვს შემორჩენილი, ვიდრე საერო დანიშნულების. რატო? განა არ აგებდნენ, მაგრამ უფრო მეტად იგებოდა საეკლესიო ტიპის ნაგებობები და შემდეგ მოვლა პატრონობის მხრივაც მათ უფრო დიდი ყურადღება ეთმობოდა. აი მაგალითად დღეს რატო არ არის შემორჩენილი გელგუთის სასახლე ბოლომდე? მე-19 საუკუნის დასაწყისამდე მთელი მაგრამ შემდეგ ვეღარ მიეხედავდნენ ამ ქვეყანას და ხო, ანახე არ ქონდა ჩემი იგივე აი ქალაქში ბატონო არ ვიცი შეიძლება ვცდები ოქროს ჩარდახს ნუ ეს რაც არის ცილენათელი ოქროს ჩარდახს უფრო ძველი საერო დანიშნულების შენობა გვაქვს რაიმე ამ წუთას ქუთაისში თუ ფეხზე მდგარი სულად დასაკვირველი არის მე-8 საუკუნის სასახლე აღმოჩენილი მე-4 საუკუნის მხოლოდ საძირკვლის დონეზე კი ნაშთები აი რაც დგას ხო ოქროს ჩარდახზე უფრო ძველი საერო დანიშნულების შენობა ჩვენ ქუთაისში და გვახსოვს ოქროს ჩარდახის შენარჩუნებაზეც თუ შეიძლება მიკროფონი რომ გადმომაწოდოთ ძალიან ბევრი იზრუნა საზოგადოება და ბუნებრივია მინდა სწორედ მიშკოს გადავცე ხა მიკროფონი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ ბევრი საინტერესო ადამიანი შეიკრიბა მადლობა თქვენს შემოგარგებულ ბევრ სიახლეს გავიგებთ დღეს თქვენგან ოქროს ჩარდახსაც შეეხება არა მარტო ქუთაისში მე მგონი საქართველოში ასეთი ძველი საერო ნაგებობა არ არსებობს ცხადია ეს მისი მხოლოდ პირველი სართულია ავთენტური იმის რაც იყო ადრე და აქტიურობას რომელსაც გარკვეული ადამიანების ნაწილი გამოიჩინა თავის დროზე შევძელით რომ გადაგვერჩინა ეს პირველი სართული აპირებდნენ ამ ნაწილის შემინვას ცხადია იქ სხვა პრობლემებიც იყო მაგალითად პარაპეტი რომელიც თავზე ადგას არ ჭირდებოდა არც აივნები არ ჭირდება იმ სახს სინამდვილეში უბრალოდ რაღაცნაირად დაამგვანეს და გაათანამედროვეს მაგრამ ამ ბრძოლამ გამოიღო ის შედეგი რომ პირველი სართული გადავარჩინეთ თუმცა ამის გარდა კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლი ამ ქალაქში და ერთი კითხვა მაწუხებს რა გვინდა მივიღოთ საბოლოო ჯამში ქუთაისისგან აი როგორი ქალაქი უნდა დარჩეს დიახ რაც აღნიშნეს კონცეფცია გვაქვს ჩვენ გამოცდილება ამ ქვეყანაში რა დაემართა სხვადასხვა ქალაქებს რა დაემართა თბილისს რა დაემართა ბათუმს რა დაემართა ბაკურიანს მაგალითად და მაგალითად რა ელოდება მაგალითად ბახვარს დიახ რას უპირებთ ამ ადგილებს და შესაბამისად ახლა მე უფრო მეტად მაწუხებს რა გვინდა მივიღოთ ქუთაისისგან ახლა დღეს დაახლოებით 50 ბინა შენდება ქუთაისში ქალაქის ცენტრში რაც სწრაფად გადავთვალე ბაგრატის ტაძრიდან რო უყურებ ამ ქალაქს ეს არის ქალაქი პანორამა ნებისმიერი შემაღლებული ადგილიდან ბაგრატის ტაძარი ჩანდა მე როცა შედარებით პატარა ვიყავი ახლა უკვე ჭირს ბაგრატის ტაძრის დანახვა და რა იქნება შემდეგ როცა ეს შენობები დასრულდება ან ვისთან არის შეთანხმებული სიმაღლე ან ვისთან არის შეთანხმებული მოპირკეთება
კი, თუმცა ამ კოეფიციენტების მიხედვითაც ხდება რაღაცა ყიდვა ზედმეტი სართულების და იმ 4 სართულის მერე მე-5 და მე-6-ს ადგამენ. რატო არ მიიღო ქალაქმა გენგეგმა, რომელზეც როგორც ვიცი, ბევრმა საინტერესო ადამიანმა იმუშავა და რატომ არ დაამტკიცა საკრებულომ. ხომ არ არის იქ ისეთი რაღაცები დაწერილი, რომელიც ახლანდელ დეველოპერებს ხელშეუშლიდა თავისი გეგმების განხორციელებაში. მე ესეჭვი მაქვს და სამწუხაროდ შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს მე ჩვენი პროტესტი მომავალში, როცა დავდგებით ფაქტის წინაშე. გამოდის რომ დეველოპერების კეთილსინდისიერებაზე დგას ამ ქალაქის მომავალი? კი, ნამდვილად, თუმცა დეველოპერს მე ცოტა ბოლოსკენ დავაყენებ პასუხისმგებელ პირებში, რადგან იმისი თავარი მიზანია ნახოს მოგება და მე ვერ მოვთხოვ ერთ დეველოპერს, ვერც ისტორიის სიყვარულს და ვერც ქალაქის სიყვარულს ვერ მოვთხოვ. მისი თავარი ინტერესი არის ნახოს ბევრი მოგება და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ეს ყველგან ასე ხდება. უბრალოდ რასაკეთებს ამაზე პასუხისმგებლიანი პირები. აი მაგალითად რაც ხდება ბრძოლების უბანში, ასე რომ ვთქვათ, უკვე აშენებული 3 კორპუსი, ერთი შენდება ყოფილი მალუდის ტერიტორიაზე, ახლა როგორც ვიცით დღეს თვისათვათ მოწვეული ციხის ტერიტორიაზე 9000 კვადრატზე აშენდება რამდენიმე სართულიანი უბანი, როგორც გუშინდელ განცხადებაში მათქვეს და ჰოსპიტალის ეზოში, სადაც სრულად მოსწორდა ის ტერიტორია, გაიჩეხა ხეები და უნდა აშენდეს ალბათ 10 კორპუსი დაეტევა იმ ადგილზე. ბრძოლები ახსენე. აი, როგორ უნდა გაიაროს ადამიანმა იმ ადგილზე? ან ისუნთქო, ან გაიარო, ან შენობა გვახსოვს ბრძოლების ტერიტორიაზე, თეატრის შენობა, წერალთა სახლი. და ეს ყველაფერი მე მინდა გამოვიყენოთ რაღაცა პრევენციულად, იმიტომ ჯერ კიდევ გვაქვს ქუთაისში ის შენობები და ის იერსახე, რომელიც რაღაცნაირად ერთად უნდა გადავარჩინოთ. თუ ჩვენ სიტყვაზე საგუბერნიო ციხის გადარჩენა ვერ მოახერხეთ, რომელიც თურმე 11-ჯერ იყო გამოსული გასაყიდად, შევეცადოთ, რომ მომავალში ბევრად უფრო ხიზლად ვიყოთ და როგორც კი რაიმე შენობის გაყიდვაზე მიდგება საქმე, გამოვიჩინოთ ინიციატივები და ბევრად უფრო მკაცრად ვესაუბროთ ხელისუფლებასაც და დეველოპერსაც. რადგან როგორც გუშინდელ განცხადებაში კომპანიამ თქვა, სახელმწიფოს მიერ გამოტანილ ამ ტერიტორიაზე არანაირი წინასწარი ვალდებულება არ იყო რაიმე შენარჩუნებისა. მე ამ განცხადებას წავიკითხავ თქვენის ნებართვით და გავაგრძელოთ. შეპესე იბერია სტარ გრუპის განცხადება ტაბიძის ქუჩის ნომერ 39-აზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში ვრცელდება სხვადასხვა სპეკულაცია და მათ შორის ცილისმწამებლური განცხადებები ქუთაისში ეწოდებული ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიასთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ რეალურად დადასტურებული ინფორმაცია. ეწოდებული პირველი საგუბერნიო ციხის ტერიტორია არასოდეს ყოფილა არც არქიტექტურული და არც დანიშნულებით ისტორიული ან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ტერიტორია გასაყიდად ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე 2016 წლიდან ჯამში 11-ჯერ იყო გამოტანილი საჯარო აუქციონზე. 2021 წლის მაისში ტერიტორია მე-11 საჯარო აუქციონზე სახელმწიფოსგან შეისყიდა კომპანიის დამფუძნებელმა, იმ პერიოდისთვის ქუთაისის შესაბამის ზონაში დადგენილ კვოტირებულ ფასზე, კვადრატული მეტრი 125 ლარი, მნიშვნელოვნად მაღალ ფასად. ტერიტორიიდან და მასზე მდებარე შენობებიდან სახელმწიფოს მიერ წინასწარ, გამოშიგვნის პრინციპით სრულად იყო გამოტანილი არსებული მეტალი, რკინა. აღნიშნული პროცესი განხორციელდა ჩვენი კომპანიისა და მასთან დაკავშირებული პირების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, კომპანიის დამფუძნებელმა შეისყიდა მხოლოდ ტერიტორია და მასზე მდებარე არამდგრადი და არააღდგენადი ნანგრევები. 2021-2025 წლებში ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მუნიციპალურ, ისე სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებთან ტერიტორიის განაშენიანების პროექტის შესათანხმებლად. შემუშავებულია პრემიუმ კლასის, მაღალხარისხიანი, დაბალი განაშენიანების უბნის პროექტი, რომელიც უნიკალური იქნება ქუთაისისთვის და ქალაქში დაახლოებით 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოზიდვავს. 2021 წლიდანვე შესაბამის ეკლესიო სასულიერო სტრუქტურებთან შეთანხმებულია ტერიტორიაზე არსებული სალოცავი კუთხის დემონტაჟი და პროექტი ითვალისწინებს ამავე უბანში ახალი ეკლესიის მშენებლობას. ახალი უბანი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და არქიტექტურული სტანდარტით და ჩვენი რწმენით მომავალში გახდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე. დღესდღეობით ტერიტორია წარმოადგენს მხოლოდ საშიშ ნანგრევებს, რომლებიც ქმნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებს როგორც მიმდებარე მოსახლეობისთვის, ისე გამვლელთათვის. აღნიშნული საფრთხეების შემცირების მიზნით კომპანიის მიერ პერიოდულად ხორციელდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები.
ჩვენ, როგორც ტერიტორიის კანონიერ მესაკუთრეებსა და მფლობელებს, ვთვლით, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა როგორც ქალაქის, ისე მოქალაქეების წინაშე უზრუნველყოთ გარემოს უსაფრთხოება და მოწესრიგება. შესაბამისად, დაწყებულია და მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოები, მათ შორის სამშენებლო ნაჩენების გატანა. იბერია სტარ გრუპი უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს ქალაქისთვის მნიშვნელოვან განვითარების პროექტებს. გვჯერა, რომ ტაბიძის ქუჩაზე დაგეგმილი ახალი უბანი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქუთაისის ურბანული განვითარებისა და ინვესტიციური პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით. აქვე გვინდა მოუწოდოთ ყველა მედია საშუალებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელებას, დაეყრდნობენ გადამოწმებულ ფაქტებს და თავი შეიკავონ ისეთი ცნობის ტირაჟირებისგან, რომლებიც მოსახლეობას შეცდომაში შეყავს და ეფუძნება ცილისმწამებლურ და არაზუსტ ინფორმაციას. გვჯერა, რომ ქალაქის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა საერთო ინტერესია, რომ მნიშვნელოვანია, რომ არ შეფერხდეს ბიზნესის მხრიდან განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ქუთაისის ეკონომიკური და ურბანული განვითარებისკენ. მაგა განცხადება არის საკმაოდ ვრცელი და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციულიც ამავდროულად. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ არც ერთ ჯერზე არ იყო მცდელობა ამ შენობის გადარჩენის და ყოველ შემთხვევისათვის ავთენტურობის შენარჩუნებისათვის და მინდა რომ გააგრძელოთ. მოგესალმებით ნანა, მივესალმებით ტელემაყურებლებს. სულ ახახან აღნიშნეთ დავითობა დღე ქუთაისი დავითის ქალაქია და რა საგუბერნიო ციხის გადარჩენაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც გელათი თავზე გვენგრევა და რატომღაც ეს ყველაფერი ისე მიდის, რომ თითქოს არაფერი უჩვეულო არ ხდება. ფაქტი ფაქტად რჩება. ითქვას, რომ მიმდინარეობს იქ სამუშაოები, რომელზეც ასე ვთქვათ, ვართ საქმის კურსში განსხვავებით ამ შემთხვევაში. თუმცა მე ვიცი სპეციალისტების აზრი, რომ უბრალოდ ეხლა ხმამაღალი განაცხადით შეიძლება კიდევ უფრო უარესი სიტუაცია მივიღოთ და ამიტომ ამ ეტაპზე არის ესე მდგომარეობა, თორემ ჩვენ დამშვიდების საფუძველი რა თქმა უნდა არ აქვს. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ეხლა დღეს ვერ გავიხილავთ და მე არგუმენტებს ვერ დავდებ აქ და თქვენსგანაც ვერ მივიღებ ჯეროა პასუხი. რა თქმა უნდა, ორსაუკუნოვანი საგუბერნიო ციხის ისტორიას, რომელიც სამწუხარო არის, რომ ალბათ უკვე ბრძოლა მისი გადარჩენისთვის დაგვიანებულია გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დაგრევითი სამუშაოები, ეს დემონტაჟის სამუშაოები სრულად დასრულდა, გარდა სამლოცველოსი, რომელიც ამ ეტაპზე არ არის ჯერჯერობით დანგრეული. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ თითოეულ ქუთაისელს შედგება ის ისტორია, რაც უკავშირდება ამ ციხეს, რაც რეალურად იყო, ის ესე ვთქვათ, ციხის ბინადარნი, რომლებიც საშილს იხდიდნენ, მან და ხარ რომ არაფერი ვთქვათ სტალინზე, რომ არაფერი ვთქვათ მიშა ცხაკაიაზე, რა ვიცი, ლეო ქიაჩელი, რომელიც იმ 27 პატიმარს შორის იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა ციხიდან 1907 წელს, ეფრემ უშბა, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა მაღლაკელიძე, ბენიამინ ჩხიყვიშვილი, პარმენ ჭიჭინაძე, ნოე ჟორდანია, ნოე ხომერიკი, რა ვიცი, არ არსებობს ზოგიერთ ქვეყნებში ისტორიები და არ არსებულ ისტორიებს იგონებენ იმისათვის, რომ მოიზიდონ ტურისტი, იმისათვის, რომ ბატონი კოტე დამეთანხმება ტურისტულ ატრაქციად აქცევენ ისეთ ადგილებს, რომლებიც თვითონ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ ქალაქში შემოვიდეს მეტი შემოსავალი, ხო? და ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენ ასეთ ადგილებს ვანგრევთ. მიშიკოს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მხოლოდ დეველოპერის კეთილ განწყობაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ის დაანგრევს არსებობს თუ არა. ნახეთ, უნდა დეველოპერს პირობაში, რომ ის ავთენტიკურობა, რაღაც ნაწილის მაინც იყოს შენარჩუნებული. კი ბატონო, იყოს რა თქმა უნდა შემოსავალი მისთვის, მაგრამ ეს ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყოველივე ეს. აი, როდესაც ამაზე წავიდა საუბარი საერთოდ, როდესაც განცხადება, ესე ვთქვათ, გაკეთდა, რომ 20 დღე ქონდა მიცემული მყიდველს ვადა, აი ამ დემონტაჟის სამუშაოების ჩასატარებლად, ჩვენ აი ყოველკვირეულად საზოგადოებრივი ასამბლეის ეგიდით ვიკრიბებით მუშაობთ ქუთაისის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე 22-ზე ერთ-ერთი მონაწილე თქვენ სახართ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები.
ბატონმა ნოდარ ჯიკიამ დამირეკა და მითხრა რომ სასწრაფოდ შევიკრიბოთ, აი ყველაფერი გადავდოთ და შევიკრიბოთ, იქნებ რაიმე ეშველოს აი ამ საკითხს და როდესაც დავიწყეთ ჩვენ 2 კვირის წინ დავიწყეთ ამ ყველაფერზე ზრუნვა, რაღაც გარკვეული ნაბიჯები რა შეიძლება. აი კი ბატონო, ისა და პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ და სხვათა შორის ამაზე თვითონ ჯგუფის წევრებისგან ზოგიერთგან საყვედურიც მივიღე, რომ მოდით პირველ რიგში ასეთ დროს აუცილებლობას წარმოადგენს კომუნიკაცია თვითონ მყიდველთან. გავიგოთ რას ფიქრობ, შეიძლება აპირებს ავთენტიკურობის შენარჩუნებას. საუბარი არის 900 კვადრატულ მეტრზე, ხო? აი 900 კვადრატულიდან ძალიან მცირე ნაწილი, თუნდაც 200, 300 რაღაც ისეთი, რომ რაღაც სამუზეუმო ესე ვთქვათ, სივრცე გაკეთდეს. შეიძლება მოდის ეს ადამიანი ამ დათმობაზე, შეიძლება პირიქით თვითონაც ფიქრობთ. ანუ პირველი რაც ჩვენ გავგეგმეთ იყო კომუნიკაცია მყიდველთან, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უარი მივიღეთ მათგან აი ამ შეხვედრაზე. კომუნიკაცია პირადად მქონდა ბატონ მაგდა კოსტავასთან, რომელიც გახლავს ქუთაისის საგრებულოს წევრი და რომელიც არის შვილი აი ამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლისა. მივიღეთ სამწუხაროდ უარი, რაც ძალიან ცუდი არის. ამიტომ გარკვეულწილად ის რომ დღეს დაგვიანებულია ეს ყველაფერი ალბათ თუნდაც მომავალი მშენობების გარკვეულწილად პრევენციისთვის ალბათ საზოგადოებამ თავისი სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვათ აუცილებელია სპეციალისტების ჩართვა აი ნიკა ვაჩეიშვილთან ეხლაც მქონდა ბოლო გუშინაც დღესაც კომუნიკაციები და ეს ციხე არ არის შესული რა თქმა უნდა ნუსხაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუმცა როგორც ბატონმა ნიკა მითხრა 2019 წელს ის არის შესული სარეკომენდაციო სიაში ქალაქის გენერალურმა მუშაობის რომელიც დაუკვეთა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რომ ესე ვთქვათ ციხე წარმოადგენს ქუთაისის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ესე ვთქვათ ობიექტს ძალიან სამწუხარო არის რომ ეს ხორციელდება ესე აი ქალბატონ მარინე მიზანდართანაც აი ყოველდღიური შეხება გვაქვს ამ საკითხზეც რომელიც ასევე საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებას ხელმძღვანელობს ძალიან ბევრი სპეციალისტი არის რომელიც ჩვენს გვერდით დგას და რომელიც ადასტურებს რომ დიახ ავთენტიკურობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი აი ამ ატრაქციისთვის ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ ამ ბრძოლას ალბათ ვაგებთ იქიდან გამომდინარე რომ უკვე ფაქტად არის დარჩენილი და ეს სამუშაოები უკვე შესრულებულია დემონტაჟის გულისხმობ. დიახ, განცხადებაში მათ შორის მედია აღნიშნული რომ შეიძლება სპეკულაციურ ინფორმაციას ვავრცელებდეთ ან არასწორ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას. მირაკლი. მოგესალმებით. მედიის კრიტიკა მანთა შეიძლება ამ მთელი ამ სიტუაციაში მოყოლთ სხვა კუთხით, რომ ალბათ არასაკმარისად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო ამ ციხის გარშემო. რაც შეეხება ჩემს კომენტარს ამ საკითხზე, კოლეგებმა ბევრი საუბრეს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, რომ დიდი ისტორია გვაქვს და ამ ისტორიას მოხილება შეიძლება გასშევეთ. თუმცა საბუბენო ციხესთან დაკავშირებით სიტუაცია კიდევ უფრო სპეციფიურია, ვიტყოდი. საქმე რაშია? ეს ციხე არის იყო შეიძლება ვთქვათ, მემარკიანე იმ ალბედიტი პერიოდისა, რომელიც უკავშირდება ცარიზმის პერიოდს, ნაწილობრივ საბჭოთაშვილისაც და თუ გადაწყვეტავდა ვინმე იქნებოდა ეს პერიოდი თუ საბჭოთაშვილის მმართველობა თუ სამინისტრო, რა ვიცი რომ გამოეყენებინა ეს ობიექტი იმისთვის რომ გაიგეთებინა რაღაცა ტურისტული ატრაქცია, რაღაც მუზეუმის ტიპის დაწესებულება, რომელიც შეახსენებდა ადამიანებს ეს უამრავ ქვეყანაში გვინახავს ესეთი რაღაცა იქნებოდა ძალიან კარგი და ჩემის აზრით იქნებოდა გამართლებული როგორც კულტურული თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურითაც, მაგრამ ჩვენ არ გავიხსენოთ ეხლა პოლიტიკას ვერ გავექცევით და მათ შორის უფრო დიდ პოლიტიკასაც გავიხსენოთ ახლანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება, ხო, რომ
განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ეს ჩვენი ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან და შემდეგ საბჭოთა კავშირთან თლაც უდიც არ იყო კაცო. და შესაბამისად ასეთი ტიპის შეხსენება საზოგადოებისთვის თუ რა აჯობა და რა უბედით დღეები აქვს გამოვლილი საქართველოს მოქალაქეებს ამ ციხის კონტექსტში სულაც არ შედის ხელისუფლების ინტერესებში. მე ჩემს ამ არგუმენტს გავამყარებ ბევრი რაღაც და მათ შორის ყველა მიცით ხო რა ხელა აჟიოტაჟი და პიარი ატეხილი მაგალითად ერეკლე მეორეს პერსონის ირგვლივ რომ ლამის იჭერენ ყველა იმ ადამიანს ვინც გაბედავს და რაიმე კრიტიკულს ან რაღაცა გადააზრების ცელობა ექნება ერეკლე მეორეს ადამიანები თუმცა ერეკლეს როლიც დიდია ქვეყნის გამო მე ერეკლე მეორეს როლზე ამ თუ შეამდა ვისაუბრო მე მინდა მეორე მეფეზე თქვა მე შეიძლება ვსაუბრო ამ თემაზე პარალელურად სოლომონ მეორე არანაკლებ დიდი ფიგურა და მნიშვნელოვანია ერეკლეს შვილი რომელიც საერთოდ გამქრალია ჩვენი და რომელიც ერთადერთი იყო მე მგონი რომელმაც გასაჭირში ყველაზე პირველმა მიეხმარა რომელიც სინამდვილეში არის ბოლო ბაგრატიონი რომელიც მეფობდა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა რომელიც გამქრალია ჩვენი ისტორიიდან ეს არ დაუწყიათ ახლა დაიწყეს შეკიდე საბჭოთა კავშირის დროს თუ გახსოვთ ქართული საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები სადაც გააკვირთ 2010 იყო მოსენებული მეორე ეს ყველაფერი უკავშირდება არა მხოლოდ სოლომონ მეორე ირაკლი ხა ხო ეს ყველაფერი ჩვენ რა ისტორიასაც სწავლობთ საბჭოთა კავშირის დროს ვიცით საქართველოს ისტორიას ჰქონდა მინიმალური დრო მე ვამბობ თვითონ საქართველოს ისტორიის კონტექსტში ეს უკავშირდება ამით რომ იმას რომ ერეკლე მეორე მიიჩნეოდა შედარებით ლოიალურად განწყობილ მეფედ რუსეთის იმპერიისადმი გეორგის ტრაქტატთან მათთან კომუნიკაციას და სოლომონ მეორე იყო მეფე რომელიც ხმალ ამოღებული ასწავლებს გამოაშეჭდა რუსეთის იმპერიას აი ესეთი მაიმუნობები საფუძვლად დღემდე ვრცელდება და ამ დიდი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგია სწორედ ის რომ სულაც არ არის ალბათ ამ ხედვაში სულაც არ არის იმის ადგილი რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ქუთაისის საგუბერნიო ციხე და მასში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რუსეთის იმპერიის პერიოდის. ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური ინტერესია და არა და ოკუპაციის მუზეუმი ქუთაისს არის. დიახ, საუკეთესო ლოკაცია. მადლობა დიდი. მე მინდა ისევ გადააწოდოთ ბატონო კოტეს. ბატონო კოტე, ნახეთ, ეხა უკან მიდევნებული ლამპარივით არ გვინდა ეს გადაცემა გამოვიდეს. ანუ ჩვენ ვიცით რომ ქუთაისში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც აღნიშნეთ, სიძველეების შენარჩუნებას თუ ავთენტურობის შენარჩუნებას და ასე შემდეგ. რიონის ხეობის როგორც კულტურულ მემკვიდრეობად და როგორც ტურისტულ ატრაქციად გადაქცევის შესახებ და გვეუბნებიან კიდეც არის დაანონსებული, რომ სანაპიროზე მშენებლობები ვითარ დაგეგმილია და განხორციელდება და თქვენ ამ შემთხვევაში როგორ გესახებათ, ანუ კვლავ იქნება იმისთვის ძალისხმევა საჭირო რომ შენარჩუნდეს ამ ხეობაში ის ავთენტურობა, რომელიც აქვს ამ ქალაქს. თუ რაიმე მრავალსართულიან კორპუსებს ველოდებით კიდე ამ ხეობის გასწვრივ. ველოდები ახლა სანაპირო გაყიდულია. გაყიდულია გესმით ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დეველოპერი არ გაუშვებს ხელიდან მისთვის ასეთ მომგებიან ლოკაციას. არ გაუშვებს ხელიდან. და ჩვენ ვიქნებით სტუდიაში, გამოვალთ მიტინგებზე, მაბატიეთ სულ ფეხებზეც კიდიათ მაგათ შენი მიტინგი და შენი განათლება. დღეს დროშამია გაუნათლებელ ტუტყებს. აი რანაირადაც არ უნდა მოგეწონოთ ახლა ეს ჩემი გამოსვლა. აი ამათ მიაქვთ დროშა. სულ არ აინტერესებთ რიონის ხეობა და რა მდგომარეობაა დღეს იქ. რაც უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება, მე გამოვლენ და აი ჩვენ გავაკეთეთ ეს. ხიდებზე რო ხეები ამოგივა, შენ არაკაცი ხარ.
ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნახეთ რა ხდება რიონის ხეობაში. თეთრი ხიდი, წითელი ხიდი, რომელი ხიდი გაქვთ ხელოვნებაში? ყველა ბალახნის ხიდიც, ხეები ამოსული ხიდზე. დაგალაპარაკო ვის კუთხეებს. დასანანია ძალიან. დასანანი კი არა, თავის მომჭრელები არიან ესენი. და ეს არის. დღე მარტო ამათ რო დავაბრალო, ამათთვის დიდი პატივია. არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია არაფერი იმისათვის, რომ რიონის ხეობის ავთენტურობა, როგორც ჩვენ გვიყვარს ახლა და მისი სხვანაირ სიტყვებს ვერ ვნახულობთ ახლა. არავის არც ერთ თქვენგანს არ გესწავლება რა როგორ უნდა მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელიც ვერ ითქეს. მისი განვითარების ძალიან კარგი გეგმებია, ცალკეული ინიციატივებია, იდეებია, ანუ ამან უნდა მიიღოს კანონის სახე. კონსტიტუცია მეორე. ბატონო კოტე 6 მეტრიანი სანაპირო ზოლი არსებობს, სადაც მდინარე რიონის გამორიცხულია მშენებლობა და ანუ არ იცავენ აქეთ. აბა ერთი გადახედეთ რა ადგილებია გაყიდული. დიახ, აუცილებლად გამოვითხოვთ მაგ ინფორმაციას და გადავხედავთ. თუ შეიძლება ბატონ როლანდის რო გადავაწოდოთ მიკრო. ბატონ როლანდ, თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანია არქეოლოგიური ბატონ როლანდს გადააწოდეთ თუ შეიძლება. მაქვს. ხო, ანუ თქვენ აღნიშნეთ არქეოლოგიური გათხრების შედეგები, მოკლედ მიღწევები და აი სწორედ მაგაზე მინდა გავაკეთდეს აქცენტი ახლა. რამდენად სიფრთხილე აქვს საჭირო, როგორც ბრძანებს თუ რიონის ხეობა მთლიანად გაყიდულია და ის კერძო პირების ხელში აღმოჩნდება, როგორ შეიძლება ამ სიძველეების დაცვა, როგორ შეიძლება მათი მნახველებამდე მიტანა, ანუ თქვენ როგორ გესახებათ ეს ყველაფერი? ქუთაისში რიონის ორსავე სანაპიროს წითელი ხიდიდან ჩაჭვის ხიდამდე აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. დიახ. ამ ორივე სანაპიროზე არსებობს ისტორიული სახლებიც, არსებობს ჩვეულებრივი რიგითი სახლები, რომელსაც რაიმე ღირებულება განსაკუთრებული არ აქვს, თუმცა მასაც ძეგლის სტატუსი აქვს. ამიტომ კანონი ასე არეგულირებს ამას ამ ორივე სანაპიროზე ნებისმიერი სამშენებლო აქტივობა აუცილებლად უნდა იქნეს შეთანხმებული პირველ რიგში ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შესაბამის სამსახურებთან და მერე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. თუ სტატუსი აქვს, ის პირდაპირ თანხმდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. თქვენ რომ ბრძანეთ რომ არის გაყიდული სანაპიროს ორივე ზოლი კერძო საკუთრება არის. გაყიდვამდეც კერძო ხალხი, კერძო ადამიანის იყო და თუ გაიყიდა რამე ისიც ბუნებრივია კერძო იქნება. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, სტატუსიანი ძეგლები შესაძლებელია იყოს სახელმწიფო საკუთრებაში, შეიძლება იყოს კომპანიის საკუთრებაში, იურიდიული პირების საკუთრებაში, კერძო საკუთრებაში. თუმცა იცავს. ქუთაისში არის 250-ის ფარგლებში სტატუსიანი მათ შორის იგულისხმება ძველი ისტორიული ნაგებობების, სახლების, ხიდები და ასე შემდეგ. ამათ დიდი ნაწილი უმრავლესობა არის კერძო საკუთრებაში. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ კანონი ასეთ შემთხვევაში არეგულირებს, თქვათ, რიონის სანაპიროზე რა სახის სამშენებლო აქტივობა იქნებს დაშვებული. მეგონი აქ სადაც სტატუსიანი ძეგლები და მისი რეგიონია, მისი გავრცელების არეალია, იქ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, საკმაოდ თულად იქნება იქ წარმოსადგენელი, რომ ესეთი შენებლობა იქნეს, რომელიც ქალაქის იოსახეს და ჰქონდათ თუ არა მცდელობა, რომ ეს საგუბერნიო ციხეც ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? მას სტატუსი არ აქვს და არც მინიჭები არასოდეს მე ვერ გეტყვით. არ აქვს. დიდი მადლობა. ლაშა ამიტომ ძნელია იქ ამ რეგულაციის ამოქმედება. თუმცა კერძო მფლობელობაში ის რომ იქნებოდა მერე შეიძლება მიენიჭა სტატუსი. ასაკურველი ქონია ჩვენ მე მეც მაგალითად ქუთაისში კერძო მოსახლე მომმართა რომ მისი სახლი არის ძველი, არ ვიცოდით ესეთი თუ იყო, ცოტა ის მალულობიზე იყო, მოვიდა ის მოსახლე მას თქვა რომ აი ესეთი რაღაცა არის, მე მივედი და შევამოწმე, გადავიღე და ფოტოები გადავაწოდე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და საბჭომ მას მიანიჭეს ეგრეთ 119 ნომერი ასე ვიცი. კი, ცოტა მოშორებით არის ისტორიული ზონიდან, მაგრამ მაინც ესეთი შემთხვევები არის, შეიძლება რასაკვირველია. ოღონდ დღევანდელი მოდიეთ მოცემულობით
როდესაც ენიჭება სტატუსი, სახელმწიფო აგროვებს ყველაფერ ამის ინფორმაციას, სპეციალისტები მსჯელობენ ამაზე, მაგრამ მესაკუთრესაც აცნობებენ, რომ ესეთი პროცედურა მესაკუთრედ ჩართული არის ამ პროცესში. დიახ, დიდი მადლობა, თუმცა საგუბერნიო ციხეზე ეს პროცესი გაჭირდა. ეს პროცესი არ არის საგუბერნიო ციხეს, მოკლედ რო ვთქვა, ძეგლის სტატუსი არ აქვს. ცდილობა იყო მინიჭების და არ მინიჭა, როგორც ვიცი. არ აქვს. დიახ. სამწუხარო ინფორმაცია. ლაშა, მე მინდა გადავხედოთ ამ ქუთაისის მოკლე დისკურსს ამ მშენებლობების განვითარების კუთხით და ძველი შენობების შენარჩუნების მხრივ და თუ გრძნობ ხედავ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება სხვა შენობებზე იყოს მომდინარე. თვითონ აი საგუბერნიო ციხესთან დაკავშირებით იყო საუბარი, ვთქვათ, რომ 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე მთელი საზოგადოება დამნაშავე ამ შენობაზე. 2005 წელს მას შეეცვალა ფუნქცია, უпростоრად დარჩა ფუნქციის გარეშე, როდესაც საპყრობილე გადავიდა ახალ კორპუსებში, ავტოქარხნის განაპირას ვიცით და მას შემდეგ ეს შენობა ფაქტობრივად იყო მიტოვებული. და როდესაც უკვე გამოვიდა გასაყიდა, ჩვენ მე გაგვახსენა, მაშინაც არ გაგვხსენებია, ეხლა რო ხო. ნუ დრო და დრო, მაგრამ ახლა დამეთანხმება ნეგატივის ჟურნალისტები, რომ გვახსენებია. არა, ეს არ იყო რამე ფუნდამენტური, ეს არ იყო იმისთვის, რომ თუ გავითვალისწინებთ იმ მოცებულობას, რომ ძაღლიყებს ქარავანი მიდის, ამ შემთხვევაში ჩვენი მცდელობები იყო ფუჭი, თორემ მცდელობები გქონდა ნამდვილად. ეს შენობა რატო იყო მნიშვნელოვანი? არა იმიტომ, რომ საპყრობილე თავისი ასეთ როგორ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ეს სხვა რამით იყო მნიშვნელოვანი. იმით, რომ ის თავისი ფუნქციით მოქმედებდა უცვლელად საქართველოში 4 სახელმწიფოებრივი წყობილების დროს. ეს იყო მეფის რუსეთი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საბჭოთა მმართველობა და შემდეგ თანამედროვე დღევანდელი სახელმწიფო. ამ ხრივაც იყო უნიკალური, რომ ერთი შენობა 4 სხვადასხვა სახელმწიფოს დროს მოქმედებდა და ფუნქციონირებდა. და აქ თუ რაიმე განთავსდებოდა ისტორიკას, მაინდა-მაინც იმიტომ კი რომ მარტო საპყრობილე არა, ამას შეძლო 2 რუსული პერიოდის ანექსია ოკუპაციის მუზეუმის მისია თვითონ. როგორც მეფის რუსეთის, ისევე საბჭოთა პერიოდის. ერთ-ერთმა ისტორიკოსმა არ დავასახელებ კომენტარში დამწერა, კარგიო, მეფის რუსეთის დროიდან კი, მაგრამ საბჭოთა დროსაც ეს იგივე ფუნქციით მოქმედი იყო. ამას ისტორიკოსი კითხვას ახსოვდა უცნაურია. აი ამ 2 თვის წინ მე ვიმყოფებოდი ბუდაპეშტში, სადაც ყოფილი საპყრობილის შენობაში გახსნილი არის ნაცისტური და საბჭოთა ტერორის მუზეუმი. და იქ, აი წარმოიდგინეთ ბუდაპეშტში, საკნებიც კი დაცულია სამუზეუმო ფუნქციისთვის და გამოკრული არის ფოტოები და ბიოგრაფიები უნგრელი ხალხის, რომელიც მოღვაწეები იყვნენ სასჯელს. და არა მარტო საპყრობილის ფუნქციის მუზეუმით არის ესწორებული, არამედ ზოგადად იქ გამოფენილი არის ექსპონატები, რაც უკავშირდება უნგრეთში თავის დროზე როგორც საბჭოთა, ისე ნაცისტურ ინტერვენციას. და დარბაზიდან დარბაზში რო შედიხარ, თან ხმოვანი საუბრები გესმის ამ ისტორიის შესახებ. იმდენად მოვიხიბლი ამით. აი ეს იყო დეკემბრის თვეში ნახე, მეგობრებთან ერთად ვიყავი რამდენიმე დღე ბუდაპეშტში. აი მაშინვე გამახსენდა ჩვენი ეს ქუთაისის საგუბერნიო ციხე და კიდე რატო მდებარეობა ამას უფრო უკეთესი ქონდა, გალავან დარტყმული შენობა იყო, იმას გალავანი არ აქვს, პირდაპირ ტროტუარზე დგას და სამწუხაროდ ეს ჩვენ დავკარგეთ. დავკარგეთ ჩვენი უნიათობის გამო, თორემ იქ ახლა ვიღაცებს აქვს თავისი ცუდი უარყოფითი მოგონებები, ბუნებრივი ახლა ციხესთან როგორ შეიძლება დადებით მოგონებები იყოს და როდესაც თავის დროზე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებად მივეცი კომენტარი ამის შესახებ, ის ერთ-ერთი პიროვნება ისეთი წამომაძახეს, რომელსაც არც ვიცნობდი, არც გამიგია, უბრალოდ თუნდაც ჩემი ერთ-ერთი მეგვარე იყო, მან მუშაობდა მაგ საპყრობილეში 90-იან წლებში, რომელთანაც ცუდი მოგონებები აქვს ხალხს და შენო ალბათ იმას იცავ, არც ვიცი ეს კაცი ვინ იყო, ახლა გამიგებ ისი არსებობა და აი სამწუხაროა, რომ ამ დონეზე არის დასწორი ადამიანთა აზროვნება და რაც შეეხება მოვლა პატრონობას. ჩვენ ბევრი რამე კიდე მოსავლელი გვაქვს, ბევრი რამე მისახედი გვაქვს ამ ქალაქში. მაგალითად შეიძლება იყოს ისეთი ადგილები, არა მარტო ნაგებობები, არამედ ქუჩები, რომელიც იყოს უფრო საკადრისად დაფასებული. მაგალითად არის ბაგრატი ტაძრისკენ ამავალი ქუჩა, დაბის ხიდიდან დღემდე ეძახიან მას ეპისკოპოსის ქუჩას, იმიტომ რომ გაბრიელ ეპისკოპოსს აქვს დიდი ღვაწლი ამ ქუჩის გაყვანაში, მაგრამ დღემდე ბაგრატის ქუჩა არის, არც ვიცი რა ქუჩა, ანუ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელი არ არის ამ ქუჩას მინიჭებული, უბრალოდ ხალხში შემორჩა ეპისკოპოსის ქუჩაზე გაკეთდა. როგორ? ფაფენილია. ბაგრატის ქუჩა, ხო? ნუ რა თქმა უნდა, შემორჩა ესე იგი ხალხში, მაგრამ არ აქვს ოფიციალურად.
ასევე არაერთ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლიათ რაღაც შორწაყუმას ამაზე საუბარი. ეს ანიშნავს, რომ ეს ციხე ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ კიდე აწი არ არის საქმე გასაკეთებელი, ბევრი არის საქმე გასაკეთებელი და აი ეს ტაძარიც იყო სხვათა შორის, რომელიც ჯერ კიდე მეფის რუსეთის დროს მოქმედებდა. მერე საბჭოთა ხელისუფლებამ ბუნებრივია ხა თავის ათეისტური პოლიტიკიდან გამომდინარე შეაჩერა მისი მოქმედება ფუნქციას დიახის ადგილი და შემდეგ უკვე გასული საუკუნის 90-იან წლებში მე მახსოვს ბავშვი ვიყავი მე უკვე კაცოდნენ განმეორებით აკურთხა ეს ტაძარი. ის მოქმედი იყო, თუმცა ხა მისი ფუნქცია გადავიდა ახალ შენობებში არსებულ ტაძარში, მაგრამ ტაძარის მონაცვლი არ არის. იქ აღესრულებოდა ღვთისმსახურება და როგორც ვიცი, დღემდე ეს კორპუსის ეს ნაწილი, სადაც სამლოცველო იყო, არ არის დანგრეული. ეხლა ჯერჯერობით არ არის დანგრეული და იქ გარედან რო შეხედათ ჯვარი არის ზევიდან დადგმული და რა ვიცი, ალბათ ცოტა ვიღაცას ეშინია ამ ჯვარზე ხელის მოკიდება. ეს მოკიდება ეშინია და გასაკეთებელი სამწუხაროდ და თუ საბედნიეროდ კიდე ბევრი არის ამ ქალაქში. აი მაგას უნდა რომ გააგრძელოს და თუ შეიძლება. ესე იგი ძალიან კარგად თქვით თქვენ რომ აი ჩვენ აქ შეკრებილები ვართ ყველა ერთად და ჩვენ კი არ მივსტირით ციხის დანგრევას. ჩვენი ისტორიის შენარჩუნებას მივსტირით, რომელიც სამწუხაროდ არ შედგა და გვინდოდა და აი ეს ისტორია ის მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც აი ძალიან კარგად აღნიშნა ლაშამ, ქუთაისი უნდა გაფრთხილოდა და ეს ვერ შევძელით და ნანა ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის საკითხი, რომ ის სამლოცველო, რაზეც იყო საუბარი, გაბრიელ ქიქოძის ნაკურთხის სამლოცველო, ხო? იოანე ნათლისმცემლის კი იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთი სახელობის იყო, ხო და აი შალვა მაღლაკელიძე მაგალითად იგონებდა ერთ-ერთ თავის ჩანაწერებში და ესაც ისტორია, ხო? რევოლუციის შემდეგ დაბრუნებულმაო როგორ ესე იგი გაუცდი, როცა დამხვდა ეკლესია მაშინ ესე წერს გადაკეთებული კლუბად. ეს ხო ყველაფერი ისტორიაა და ეს ყველაფერი ხო ელემენტარულად უნდა შენარჩუნებული იყო. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ცდელობა პირველ რიგში აი ამ დეველოპერთან და კომუნიკაციისა, რომ იქნებ რაღაცნაირად აი როგორ დარჩები ისტორიას, როგორც ამ ყველაფრის გამანადგურებელი თუ ამ ყველაფრის შემანარჩუნებელი. მარტო მისთვისვე იქნებოდა, იცით, აქვე მინდა დავაფიქსირო. კი, აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ ყველაფერი კანონიერად აქვს, რა თქმა უნდა, შეძენილი. ის არის მფლობელი და ის არის მყიდველი და ის არის მესაკუთრე. ხო, დღეს და ის, რა თქმა უნდა, თავის იურიდიულად, დოკუმენტალურად მართალი არის, მაგრამ აქ ხო მეორე სხვა, რაღაც ისეთი მორალური, რაღაც სხვა ყოფილიყო აი მის განკარგულებაში, ყოფილიყო მისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო, აი ეს მუზეუმი, მაგრამ ქალაქისთვისაც იქნებოდა და ქვეყნისთვისაც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ ყველაფრის შენარჩუნება გვინდოდა და აი მართლაც აი ეს ყველაფერი ალბათ პრევენციულ ხასიათს უფრო ატარებს, რომ ის მომდევნო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ ნებისმიერ ისტორიული შენობა ნაგებობები, რომლებიც არც თუ ისე ბევრი არის სამწუხაროდ დარჩენილი, რომელიმე იქნებ შენარჩუნდეს. მიშკოსება დააწოდა. ადამიანების ხარწყობები შეიცვალა ამ ციხესთან დაკავშირებით. ხელოვნურმა ინტელექტმა მოუწვა იმის საშუალება, რომ რამდენიმე წუთში მაქსიმალურად მიახლოებული იერსახე მივცეთ, რა შეიძლება გამოვიყვანოთ ჩვენ ამა თუ იმ შენობიდან. და ცხადია ამის შემდეგ მე ჩვენმა აქტივისტმა თორნიკე ბარათაშვილმა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია შემოთავაზა არჩიკომ თავისი დრონის კადრები და მოკლედ და ვანონსებ არჩილმა თავისი ვიდეო მასალის გამოყენების უფლება მოგცა პლუს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალაც გვაქვს რომლითაც მინდა რომ ეს გადაცემა დასრულდეს. ხო აი ამის მერე ცხადია მე არ გავბრაზდები იმ ხალხზე ვინც 2005 წლიდან უყურებს ეს ციხე როგორ ნადგურდება როგორი ანტისანიტარის ბუდია და ვერაფერი საინტერესო ვერ ხდება მაგრამ როგორც კი მოახერხეთ რამდენიმე საინტერესო ვიდეოს გენერირება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ფოტოს გაკეთება მე ეს ფოტოები ავამოძრავეთ ვიდეოებიც გამოვიდა მე მჯერა რომ ყველა თითოეულ ქუთაისას აქვს თავისი რაღაცა განსაკუთრებული იდეა ამ ციხესთან დაკავშირებით უამრავი იდეა იწერებოდა ყოველდღიურად მაგალითად ეს ჩვენი მუზეუმები რომელიც რაღაც პატარა თითო ოთახშია შესული ყველა ერთად გადასულიყო იქ რა თქმა უნდა საოკუპაციო მუზეუმი სასტუმრო ანუ ნებისმიერი იდეა რაც შეიძლება ადამიანს მოსვლოდა თავში 9000 კვადრატულ მეტრზე განხორციელებადი იყო ასევე შეიძლებოდა არ გაბრაზებული იყო თქვა დეველოპერი თუ ეს მოხდებოდა რადგან მისთვის შეგვიძლია დაგვეთმო ნახევარი ტერიტორია სიტყვაზე ან რაღაც მესამედი დაგვეტოვებინა იმ იდეებისთვის რაც ჩვენ თქვით მოკლედ ყველაფერს ჰქონდა
განხორციელების შანსი, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა ადამიანების განწყობების შეცვლას, როგორც კი დავანახეთ რა შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ ამას ალტერნატივა არ აქვს, რომ ადამიანებს რაღაცები ავუხსნათ. თუნდაც ეს რა იქნება? ანუ ხო, დღეს ნახეთ ეს ფოტოები მანამდეც ქონდა განახი და ცხადი ახლა ჩემში არანაირ სიმპათიას არ იწვევს ეს რაღაცა უბანი თურმე, რომელიც რაღაცა თვითონ უბანში უნდა იყოს კიდე ახალი უბანი და მე დავფიქრებოდი მხარსადზე იმის შეძენას აპირებს ახლა არის წარმოუდგენელი ამ უბანში გავლა. და პიკის საათში წარმოუდგენელია უკვე ტაბიძის ქუჩის დასაწყისიდან იწყება საცობი და მე რო 10 კორპუსი მაინც დაემატება ამ ტერიტორიას არის არ არის ქუთაისი გათვლილი იმისთვის რომ მე არ მახსენდება ქუჩა ქალაქის ცენტრში სადაც ორი მანქანა ერთი მიმართულებით მიდის ფაიტონისთვის არის ეს ქუჩები რა თქმა უნდა ფაქტობრივად დავიწყე რომ მერიის რუსთაველზე მიდის ორი მანქანა ერთად ფალიაშვილზე მიდის ორი მანქანა ერთად და ეს ჯამში შეიძლება 2 კილომეტრი არ იყოს. ცენტრალური ქუჩები, ტაბიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, თამარმების ქუჩა არის ცალზოლიანი გზა ასე რომ ვთქვა და ამაზე ახლა არ ვფიქრობ და მოვადრო და მე ძალიან ბევრს ვინახე და მე უკვე ავტომობილებში მოყვანა და განეცემა. გამოსავლის პოვნაც უკვე წარმოუდგენელი გახდება და მინდა ვთქვა კიდე საინტერესო ამბავი რომ ეს გამოცდილებები რაც მანამდე თქვი ბათუმის, თბილისის კარგი თქვა ვითარდება ქუთაისში შევთანხმდით ხო ეს 42 მილიონის ინვესტიცია იქნება თუნდაც პოზიტიური ამ ციხის ტერიტორიაზე გადასარევი ამბავი სხვა დავიტვირთვით საბოლოო ჯამში რას მივიღებთ რომ ქალაქის ცენტრში ვეღარ დავეტევით და მაინც მოგვიწევს გასვლა ქალაქად რაც მოხდა თბილისში მაგალითად ახლა დილღობის დასახლება თქვა საერთოდ არ არსებობდა მე გახდა საჭიროება რომ იქაც აშენებულიყო კორპუსები თუ ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს რომ ქალაქი განვითარდება ცენტრალურ უბანში და მე მოგვიწევს გასვლა, რატო თავიდანვე არ ვფიქრობ ამაზე, რომ მაგალითად ქალაქი განვითარდეს ავტობანისკენ. როცა აგვიარა ავტობანმა რაღაც ჩიხილი გახდა ქუთაისი, რკინიგზა მაგვიარა, ავტობანმა აგვიარა და ჩვენ მივიდეთ ახლა ახლოს ავტობანთან და თან ვიცით რომ უამრავი ტერიტორიები არის, ნიკია, ავანგარდი, საიდანაც რომლის მხარეთაც გადის ავტობანი. იქიდან წავიდეს ქალაქი ეს საბაზისო პირობები შეუქმნას ქალაქის თვითმმართველობამ და სახელმწიფომ კომპანიებს რომ მიუყვანოს იქ რაღაცა ელემენტარული კომუნიკაციები, გაზი, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია და მეორე კომპანიები ვიდრეს იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მოგზაურობს და ქართული ოცნების მმართველებიც ბევრს მოგზაურობენ და ცხოვრობენ კიდეც ევროპაში. როგორ არის განვითარებული ეს ქალაქები? განსადმე მაღალსართულიანი შენობები არ არის, ან რაღაცა დეველოპერი კომპანიები არ არიან, კმაყოფილი, მაგრამ რაღაცა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით. ახლა პარიზი ყველა ვიცით, ჩვენ 5-6 სართულიანი რაღაცა მუზეუმი, ხო, მაგრამ პარიზს აქვს ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, რომელშიც არანაკლებ სათამბჯენებია ვიდრე თქვა იმაში ნიუ-იორკში. ხო და ამიტომ მე მინდა რომ ბევრი ვესაუბროთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ინფორმაციები. ჩემ თვალწინ შეეცვალათ ადამიანებს განწყობები ციხესთან დაკავშირებით. მე კიდე ხელოვნური ინტელექტით გავაკეთეთ რიონის პირასახლების როგორი შეიძლება ყოფილიყო, ხა ცხადი ეს არ არის მიახლოებული იმასთან, როგორი კარგი შეიძლება დარჩეს ბოლოში, მაგრამ ოდნავ წარმოუდგენელს შეგვექმნა ჩვენ ამ ქალაქზე. მაგალითად ბოტანიკური ბაღი გვაქვს, რომელსაც ვერ ვიყენებთ. ხახო ეს რაღაც წარმოუდგენელი ამბავია. ქალაქის ცენტრში კონდეს ტურის ერთი დღის მეტად ვერ აჩერებს ეს კი ეს ამბავი ხა ბატონი კოტე ჩემზე უკეთესად იტყვის, მაგრამ მე ჩემი დაკვირვებით ტურისტი აქ ჩამოდის გაფრენის დროს ან ჩამოფრენის დროს. რჩება მხოლოდ ერთი დღე და მესმის დიდ პატივცემთ ჩვენს ეკლესიებს, მონასტრებს, მაგრამ ტურისტისთვის ეს შეიძლება საინტერესო არ იყოს ერთი ნახოს ძალიან მოეწონოს ბაგრატი და გელათი, მაგრამ სხვაგან შეიძლება აღარ წავიდეს ამის სანახავად და როცა ქალაქში გაქვს ამის შანსი რომ ბევრად მეტი საინტერესო რამე შეთავაზო ტურისტს, წარმოუდგენელია ეს შანსი არ გამოიყენო, მაგრამ მე მაინც საბოლოო ჯამში მაინც ირაკლის ას უბრუნდები, რომ ეს არის მიზანმიმართული და ეს რაღაცა შეიძლება ძალიან უტრირებულად ჭრეს, მაგრამ დიდი სპეცოპერაციის ნაწილია ყველაფერი, რაც საქართველოს ნებისმიერ სფეროში ხდება. ნებისმიერ სფეროში რომ წაიშალოს ისტორია და ეს მეხსიერება. ეს ხო მეხსიერებაა. და ჩართულობას როგორ გეგმავთ ახლა, ანუ რა სახით ჩვენ თუ არ მივუძლებთ ხიზლად ის შეცდომები ჩვენ ვაღიარებთ, კაცო, პირველ რიგში აღიარებით იწყება რაღაცების გამოსწორება. გელათზე შეგვეშალა, ციხესთან შეგვეშალა, ოქროჩარდახის ნაწილობრივ შეგვეშალა. აცი ვიყოთ მეგობრებო ხიზლად. ანუ ეხლა სად შეიძლება კიდე შეგვეშალოს? აი უნდა ვიყოთ რომელი ობიექტი და აი მაგალითად წითელ ხიდთან რო შენობა, იმ შენობაზე ბევრი ლაპარაკი მოყვა და ახლა ისე პოსტის შენობა, რომელსაც მაგალითად ეს ერთი ძველი პოსტის შენობა, რომელიც ტაბიძეზე დგას და უძველესი პოსტის შენობა, რომელიც დგას ტაბიძის ქუჩაზე.
კარგის ქუჩაზე. ამ შენობას დატოვებული აქვს მხოლოდ ფასადი. მე არ მინდა რომ ჩემი ეჭვი გამართლდეს რომ იქამდე იდინოს წყალმა ამ შენობაში რომ სანამ არ გახდება ავარიული. და სანამ მისი დაშლა არ გახდება საჭირო, მაგრამ ასეთი ფრაზა რომ შენობა ავარიულია და უნდა დაინგრეს არ არსებობს, იმიტომ რომ თუ ამ შენობას აქვს მნიშვნელობა, ამ შენობის თითოეული ხის დანომრვა შეიძლება დაშლა და თავიდან აწყობა უკეთესი. დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავი და მაინც ბოლო სიტყვა ირაკლი თქვენ უნდა მოგცეთ და თუ სურვილი გაქვთ კიდე დამატებით, მე შემიძლია დაგიწყოთ თითო წუთი, რომ შევაჯამოთ ეს. ხო, ბევრი აზრი გამოითქვა, ცოტა შეჯამებას გამონდა და რაც მაგამქვა ის მაგამეორებას და გამოგვადგეს პრევენციისთვის, ანუ საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით. მე სამწუხაროდ არ მაქვს დიდი მოლოდინები, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების აზრს და ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და ასე შემდეგ, რასაც გადაწყვეტავენ იმას გააკეთებენ, მაგრამ მუდმივი არაფერი არაა და ქუთაისი 3500 წლისაა და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ერთი 3000 წელი კიდე იარსებებს და ხო და ამიტომ ჩვენ საათ უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კვლავ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობა და მის შესაძლოა დავეთანხმები ისტორია არ არის მარტო ეკლესიები და ტაძრები. ისტორია პირველ რიგში ეს არის საერო ცხოვრება, საერო ინფრასტრუქტურა, ეს არის ქალაქი. და ჩვენ თუ გინდა ქალაქის დაცვა, ყოველი შენობა იქნება თუ სხვა მატერიალური და კულტურული ძეგლი, რომელიც ამ ქალაქს აძლევს ამ სტატუსს, დავიცვათ და შევინარჩუნოთ. დიდი მადლობა. ბატონო როლანდ, დასასრულისკენ მივდივართ, შეგვიფასეთ. ისევ იმას გავაგრძელებ, იმას რითიც დავიწყე. სამწუხაროდ ჩვენი ფორმატი და დრო არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ იმის გარდა გვესაუბრა, რაც წეხარ მოგახსენეთ. მე ერთი წლები ახლა 40 წელიწადი ამ სფეროს ვემსახურები, მეტნაკლებად ქონდა ისეთი პერიოდები, რომ მეტი ბერკეტები ქონდა, ჩავარდნის პერიოდებიც მაგალითად. დღეს ახლა ისეთ დროში ვართ, რომ აქ გაჟღერდა, რომ აქტიური შენობლებები მიმდინარეობს, აქტიური ქალაქი ცოცხალია, ბატონო ბრძანა და ამ პროცესს ბუნებრივი ვერ გაუვლის გვერდს. ჩემი სფეროდან და გეუბნებით, რომ ახლა ჩაფრენილი ვართ იმას, სტუდენტები მყავს ასე ვთქვათ, რომ იქ ახალი მშენებლობების დროს რაც შეიძლება მეტი არქეოლოგია გადავარჩინოთ და შევისწავლოთ. ახლა რაც წეხარ მოგახსენეთ, ალაგებადია უმრავლესი, ალაგდება და კომპანიაში თუ ვიც არ მფლობელი შეუძლია გააგრძელოს მე საქმიანობა. გვაქვს ქუთაისში ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ახალ მშენებლობაზე გამოვლინდა არქიტექტურა, ქვითკირის არქიტექტურა, რომ ავდივართ ცაცხვების ქუჩაზე იქ მარჯვენა მხარეს სასტუმრო არის, კერძო ეზო არის. იმ კაცმა მოგცა საშუალება, რომ გაგვეწმინდა ეს არქეოლოგია ჩაგვეტარებია და ახლა უკვე პროექტი მზადდება, რომ მან იქ უნდა აშენოს რაღაც ნაგებობა სასტუმრო, რაც მას სჭირდება, ხო, ბიზნესი აქვს თავისი, მაგრამ ათვალისწინებულია ის, რაც აღმოჩნდა. ანუ საბჭოსთან იყო ეს შეთანხმებული, საბჭოსთან შეთანხმებული, საბჭომ არ შეითანხმა პროექტი მანამდე, სანამ იმ არქეოლოგიური ნაშთების ბედი არ გადასცა. ანუ ის უნდა დარჩეს, დაკონსერვდეს და ყველას ეკრეს საშუალება. მარტო იმას კი არა, ვინც სასტუმროში შევა. მუქალაკესაც შეუძლია ქონდეს საშუალება და ეს ყველაფერი. ცალკე ამ თემებზე აუცილებლად მოგიწევთ, ძალიან საინტერესოა. მე დიახ, კი, ეს ფორმატი ვერ დაიტევს ამას. დღევანდელი ყოველ შემთხვევისათვის და აუცილებლად გვექნება მორიგი შეხვედრა. წინასწარ გთხოვთ, რომ გვეწიოთ მომავალში უფრო მე ტარდება ეს ღონისძიებები, ძეგლების დაცვის გადარჩენის ღონისძიებები ტარდება, ბუნებრივია, ჩვენ უკეთესის სურვილი გვაქვს, უფრო მეტი რაც ვიცით ახლა ქუთაისის დღეს, მე რაც ვიცი, 40 წელია საქმეში მსახურები, ალბათ იმაზე მეტი არ ვიცით და მიწაშია კიდე ჩაფლული და ეს მადლობა იმისთვის, რომ ერთგულად ემსახურებით და ცნობილია ჩვენთვის. კარგი ის უნდა დაუტოვოთ ბაზა ახალგაზრდა თაობას, როგორ გააგრძელოს ეს კვლავ, როგორ დაიცვას. იმაზე უკეთესად ვიდრე ჩვენ ვახერხებთ. ჩვენ რასაც ვახერხებთ, ჯერჯერობით. დიდი მადლობა, ჩვენ უკვე დასასრულისკენ წავედით, ბატონო კოტეთ, ორი სიტყვით შეგვიფასეთ ეს შეხვედრა და დავემშვიდობებით ჩვენს აუდიტორიას. ეს ძალიან საჭირო გადაცემებია იმას, რასაც ახლა მე თქვენ გამოვყურებთ და
ადამიანები თუ არ გამოფხიზლდნენ, ჩემთვის არავინ არ არის დასაკარგი. ერთ ისინი, ვინც ახლა მერიაში არიან და გონიათ რომ რაღაცას აკეთებენ. ისე მაინც რაღაცა უნდა უხეშად უთხრა, რომ მე ის ახლა გაასუფთავეს ეს ნაგავი ჩვენ ნახეთ მაშინ. წარმოუდგენელი რამე გვჭირს. მინდა აღნიშნო, რომ ის მესაკუთრე ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ შემოვიდოდით სტუდიაში, მანამდე ოფიციალური წერილიც კი გამოგვიგზავნა და ის მზად არის თანამშრომლობისთვის და პირიქით მოხარულია. სად იყო ამდეხას? ხო, იყო თუ არ იყო, გულთან მიიტანა ის რაც ჩვენ ჩახლა ჩემი გული კითხეთ, ჩემ გულს ამ მდგომარეობაში. მაგრამ ჩვენ აბა იმ სტუმრებს კითხეთ, რომ დაქცინის სადა ქვეყანა. დია. ქალაქის ცენტრი როსელი მიმანძუკებული რაღაც უბედურება ხდება. მეც ადამიანი ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ბატონო გოტე. საჭიროა ჩემოძებასება და უმასი მადლობა დღეს მოწვევისათვის და ზოგადად სხვაგვარად არ გამოვა ცხოვრება. ჩვენ ქუთაისი დავკარგეთ. აი გართქვათ ბატონო. ვინც ამას ვერ ხვდება, ძალიან მეწოდება. უფრო მეტად ჩემი შვილიშვილები მეწოდება. აი შემგვებლური პოლიტიკა რო აქვს და თავი პროფესორებად მოაქვს, ეს არის საშუალება. რიონის ხეობაში რო კაცი მიწას გაყიდის ქალაქის ცენტრში, მე ის ნორმალურად არ ვიმაჯერა. და სისულელე ჩაატარებს. და მაინც ჩვენ ვამბობთ. კი. არაფერი ჩვენი საშუალება არ იქნება. და როგორც ჩანს ასე ინება. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. აი ძეგლების დაცვაზე არის საქმე, მე უფრო აქცენტს ვაკეთებ არქეოლოგიურ ძეგლებზე. წლების წინ მაგალითად დიდი ხნის წინ და წლების წინაც გვიწევდა პიროვნულ დონეზე, თქვა გადაწყვეტა, პიროვნულ დონეზე აბა ეს არის გადასარჩენი, თქვა რაღაცა ჩავერიოთ ამ ხრივ და გადამერჩინა რაღაც არქეოლოგია. ეხლა ბოლო წლებში მაგალითად ესეთი პრაქტიკა გვაქვს ქალაქის გენგეგმაზე, ჩემი და ჩემი კოლეგების ჩართულობით არის შემოხაზული ისტორიული და არქეოლოგიური დაცვის ზონები, გაფართოებული ზონა, ძალიან გაფართოებული, რიონხესამდე ჩადის იქა ეს ზონა, დატანილია ყველგან სად რა არის და ახლა მე ვარ მშვიდად, იმიტომ რომ ნებისმიერი ადგილზე, რომელიც კერძოა, თუ ინა სახელმწიფო კომპანიისა, ერთი წუთი ბატონო გოტე, მე რამდენიმე უკვე, რამდენიმე არ დავთვლი, რამდენიმე შემთხვევა ქონდა, როდესაც წინასწარ სანამ გაიცემა ნებართვა, წინასწარ ქალაქის სამსახურის წარმომადგენელი, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი მიკავშირდებიან, მივდივართ კონკრეტულად და მე ვკითხებიან, აი აქ ჩვენში არის შემოსული განაცხადვა, ვიღაცას უნდა რამეს აშენება. აქ გვაქვს არქეოლოგია, რა დონეზე გვაქვს და უნდა ჩაიდოს წინასწარ არქეოლოგიური კვლევები. ასე რომ მე მშვიდად ვარ ამ ხრივ. მადლობა, დიდი მადლობა თქვენ სამსახურს იმედია, ის მნიშვნელოვანი არეალი შესწავლილი გაქვთ და გაქვთ ზუსტი დასკვნები, რომ შესაბამისად არ მოხდეს რაიმე გადაწყვეტა. ასაკრებელი ახლა მე რო ესავ თქვი, რომ აი შემოსაზღვრული ეს არის ის, სადაც ჩვენი ცოდნა წვდება. მაგალითად აი აქედან რუსაველის პროსპექტზე ყოფილი პრესის სახლამდე მოდის ეს ჩვენი ზონა. შეიძლება ხვალ ამ შენობის ან მეორე შენობის იქეთ კიდე გამოჩნდეს ახალი უცნობი. ყველაფერი ხო არ ვიცი. ამას ცალკე რეგულაცია გასაკვირველია, აქ დანაკარგი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, შეიძლება არ ვერ მივაქციოთ ყურადღება უბრალოდ ახლა არ გვეგონოს რომ აქ რამე არის, ხო? იმიტომ რომ ეს ზონის გარეთ. და ვეცადოთ მინიმალური იყოს ცდობილება და დაცული იყოს მაქსიმალურად. ჩვენი მოვალეობა ვცდილობთ. დიახ, და ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავიდან ავირიდოთ აქ მაღალ სართულზე. ბოლო წლებში ძალიან ესე ვთქვათ ამ ხრივ დანაკარგები გვაქვს უმცირესი, რომ ჩვენს გარეშე არაფერი. და ფაქტია ის, დადასტურებული ფაქტია უკვე, რომ ქაოტური მშენებლობებმა მოიცვა თბილისი, მოიცვა ბათუმი, როგორც მიშკომ აღნიშნა და ქუთაისი დგას ამ რისკების წინაშე. ეს არის ჩვენთვის გამოწვევები და თქვენ ალბათ კიდევ უფრო მეტი თემა, რომელსაც მე ვერ ჩავერე, ბუნებრივი მშენებლობები იქნება ჩემგან დამოუკიდებლად, როგორი იქნება ეს ჩვენი ჩართულობა. რა ხარისხითაც ამას თქვენ კანონმდებლობა გავალდებულებთ. და ქუთაისის ისტორიის სიძველების ის რაც მიწაშია მოქცეული დაცვა შედარებით ასე ვთქვათ დღეს უფრო საიმედო ხელშია ვიდრე რამდენიმე წლის უკან იყო. იმიტომ რომ იმ გენგეგმაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გვიბარებენ, გვაქვს კონსულტაციები, აქ რა შეიძლება მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ ხართ დღეს ჩვენთან და მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ მოგბრძანეთ, თქვენი ძვირფასი დრო დაგვეთმეთ. უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, კი ბატონო, მე არ გზღუდავთ იმაში, რომ დავამატოთ, თუმცა დროში ცოტა შეზღუდულება აქვს. საუბარი იყო, რომ
ტურისტები ერთხის მეცვეთ შედებიან და დიახ, კი. იმდენი რამე არის კიდე აქ ტურისტულ ობიექტად მოსანიშნე, მაგალითად ერთ სიტყვი. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ პეტრე ჭაბუკიანმა აღმოაჩინა რიონის პირას დავით და კოსტაინე მხეიძეების წამების ადგილი, დაემთხვა იმ ისტორიულ აღწერილობას. ამაზე მაშინ პრესაშიც არის გამოქვეყნებული მასალა. დაახლოებით ვიცით ეს ადგილი ჩაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ის რო ტურისტულ ადგილად აქციო და სადაც შენ ტურისტ დაუსახავ მიმართულებას, რომ ამ ადგილას მე-8 საუკუნეში არაბებმა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აწამეს დავით და კოსტაინე მხეიძეებზე ესაუბრა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული კერა გახდება ქალაქში. ვიცით ეს ისტორიკოსებმა, მეცნიერებმა, არქეოლოგებმა, მაგრამ არ არის ფართო წლებისთვის ცნობილი. ასეთი მომენტები აქვს ჩვენს ქალაქს გესმის. აი იგივე დაახლოებით კი კი ბატონო საერთმიტოებული. ასევე მაგალითად საფიჩხის სასაფლაოს განაპირას იქ დგას ერთი პატარა ობელისკი, იქ იხვრიტებოდნენ ზოგიერთი მონაცემებით სავარაუდო ადგილია, სადაც 20-იან წლებში ხვდებდნენ ადამიანებს. იქ არის ნაზარი ქუთათელი და სხვები დახვრეტილი, მაგრამ ესეც ნაკლებად არის ცნობილი. ანუ ნახეთ, ჩვენ გვაქვს საინფორმაციო მოცემულობის სიმწირე და მე უკვე გვაქვს აქედან გამომდინარე პრობლემები და 1846 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს უწოდა ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები, აი ესე დაყო, ხო? იქედან მე კიდე ბევრი რაღაც გაკეთდა ამ ქალაქში. ეხლა ზოგიერთი ფიქრობს, რომ რაღაც ჩვენ რუსეთისგან დაგვრჩა დადებითი. არა, ის მის ტერიტორიადგან იხილავდა აქაურობას და იმიტომ აშენებდა იმ ნაგებობებს, თორე ის საქართველოში კი არ აშენებდა, ის მაჟი რუსეთი იყო და იმიტომ აშენებდა ყველაფერს და აი ეს მე-19 საუკუნის მოცემულობა, მე-20 საუკუნის დასაწყისის მოცემულობა, რაც არის ძალიან მისახედი არის კიდე და ის რაც იქედან დღესაც სამწუხაროდ უნდა ვთქვა, არ მინდა რაღაც მიკერძოებული იყო, მაგრამ დღესაც ჩრდილოეთიდან ბევრს ელანდება ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები და დღეს ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის მხოლოდ და მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ მხოლოდ და მხოლოდ ისტორიაში, რომ ვაჩვენოთ ამითი კიდე რაც თქვი, ამით ავასრულებ ჩვენს მომავალ თაობებს ამ მსოფლიოს, რომ აწყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. დიდი მადლობა. თუ მომცეთ უფლებას, რომ ლაშას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. კი ბატონო, დაამატეთ და კონსტანტინეს ადგილთან დაკავშირებით იქ არის ორი გამოქვაბული, სადაც დღეს თელი გორის კანალიზაციის წყლები გაედინება. ეს გამოქვაბულები დაკავშირებულია დავით და კონსტანტინეს სახელთან. ქალბატონ ნარული ცხედიანს აქვს 70-იან წლებში, 80-იანში გამოქვეყნებული მასე სტატია, 50-იან წლებში მან დაარიენ ნამყოფი, 80-იან წლებში ქუთაისელი არქიტექტორები და გეოლოგები იყვნენ შესული. მე რუკა მაქვს ერთ-ერთმა პიროვნებამ მომცა ამ გამოქვაბულების რუკა და ეს გამოქვაბულები გორაზე ადის, ბაგრატთან იტატება და ზოგიერთი ბაგრატთან ადის და იდეაც კი ჰქონდა, რომ ტურისტების ნაკადებს ამაში ემოძრაო თქვა ასულიყო ბაგრატთან და ასე შემდეგ. და ამას ბუნებრივია მე ვერ შევასრულებ ეს ოქრო გვაქვს. მაგრამ ტურისტული ფორმით მიუხედავთ. დიახ, და რთულია მისი მიხედვით, ვიდრე წყალარანირების საკითხი არ მოგვარდება ამ ქალაქში და საკანალიზაციო სისტემა არ გაკეთდება და ნუ ძალიან დიდი პრობლემებია, ანუ გადაცემის დასრულისკენ უკვე ჩვენმა დიალოგმა თუ იდეების გაცვლამ აჩვენა ის, რომ ეს არის საკითხი და თემები, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ვილაპარაკოთ ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც თავშივე აღვნიშნე, ქუთაისი უდიდესი ისტორიის და წარსულის ქალაქია. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის და აქვე ვეტყვი ტელემაყურებლებს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა ნახონ რა არის დღეს და რა შეიძლება ყოფილიყო მომავალში. მადლობა ამისთვის მიშიკოს და ბატონ არჩილ გეგენავას. მადლობა კიდევ